Проснусь в районе 4 утра, смотрю в окно и просто вижу это. Просто дым, что-то горит, и до этого взрыв. Я не знаю, вам честно сказать. Извини за мат, но это пиздец. მოკლედ მოხშირდა ესეთი რეაქციებიც, ესეთი კადრებიც რუსეთის ტერიტორიიდან და საზოგადოების ნაწილი იქ ჯერ კიდევ ვერ იაზრებს და გაკვირვებულია თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში ეს ვიდეო მასალა გადაღებული არის რიაზანში, სადაც მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, სადაც ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დღეს დილით ესტუბრნენ უკრაინული შორსმოქმედი დრონები. ამ ამბავზე სულ ცოტა ხანში გაცილებით მეც მოგიყვებით და გაცილებით მეც გაჩვენებთ, მაგრამ მოდი დავიწყოთ პირველ რიგში რას მოყვა ეს კონკრეტული იერიში უკრაინის მხრიდან ამაზე საუბრით. ეს მოყვა სამდღიანი პაუზის შემდეგ, რაც უკავშირდებოდა 9 მაისს, მოსალოდნელ და პრინციპში წინასწარ გაჟღერებულ შეტევას რუსეთის საოკუპაციო არმიის მხრიდან, რომელსაც ელოდებოდნენ უკრაინაში და ეს იყო ამ ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იერიში უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით და აქ გვაქვს ჩვენ ოფიციალური სტატისტიკა და ხედეთ უბრალოდ ციფრებს. 1567 დრონი, რომლიდანაც 1473 ჩამოაგდო უკრაინის თავდაცვის სისტემებმა, 56 რაკეტა, რომლიდანაც 41 ჩამოაგდეს. თავის მხრივ განეიტრალებული სამიზნეების რაოდენობა შთამბეჭდავია, პროცენტულობა ცალსახად შთამბეჭდავია, მაგრამ გაშვებული რაკეტების და გაშვებული დრონების შედეგად არის საკმაოდ დიდი ზიანი და რაც ყველაზე მეტად მტკივნეულია არის მსხვერპლი პირველ რიგში ეს ეხება მშვიდობიან მოსახლეობას. ამ შეტევის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე იყო კიევი, დედაქალაქი, აქ არის საინფორმაციო გრაფიკული რუკა, ასე ვთქვათ, სადაც ჩანს ტრაექტორიები და სამიზნეები განსხვავდება აქ ფერების მიხედვით, უпростоრად შეიარაღება, რომელიც იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში უკრაინული ქალაქების და სხვადასხვა ოლქების დასაბომბად, მთლიანად მოიცვა პრინციპში მთელი ქვეყნის ტერიტორია, დაწყებული დასავლეთიდან, ლვოვიდან მაგალითად და უფრო მეტიც, უფრო პოლონეთის საზღვართან ბევრად ახლოს დაიბომბა სხვა დასახლებული პუნქტებიც, მაგრამ როგორც ხედავთ ამ ტრაექტორიების მიხედვით, ძირითადი დარტყმები მოდიოდა სწორედ კიევზე. ფერების განსხვავებაზე ორიოდე სიტყვით გეტყვით, ყვითელი ფერით არის მონიშნული აქ დრონები, ეგრეთ წოდებული შაჰიდის ტიპის დრონები, გერან ორები უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ რუსული წარმოების და სხვა ფერები აქ გვაჩვენებს, რომ აქ არის გამოყენებული როგორც ბალისტიკური, ასევე ფრთოსანი რაკეტების შესაბამისი მონიშნები და დასახელებები არის ამავე რუკაზე და შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ, აღარ დავყოვნდები ამ ამბავზე და გავაგრძელოთ, მე ვახსენე მსხვერპლიდან გრევა. მათ შორის კიევში დაიბომბა ბალისტიკური რაკეტებით მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, სადაც ამ დრომდე გრძელდება პრინციპში სამძებრო სამაშველო ღონისძიებები. ეს არის კადრები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში და ბოლო ცნობებით დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ეძებენ ამ შენობების ნანგრევებში. როგორც ხედავთ, ზიანი არის საკმაოდ დიდი, ჩამონგრეულია მთლიანად სადარბაზოები, განადგურებული არის ინფრასტრუქტურა და ეს არ ხდება ერთ ადგილას, მხოლოდ ეს ხდება რამდენიმე ლოკაციაზე, როგორც კიევში, ასევე სხვა ქალაქებში, როგორც გითხარით. ამ შეტევების ფონზე იყო ცხადია ძალიან აქტიური მუშაობა ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემების, გადამჭერი დრონების, აქ ჩვენ გვაქვს მასალა მათ შორის, სადაც ნაჩვენები არის ამ გადამჭერი დრონების მუშაობა,
ყველაზე მარტივი ჩამოსაგდები მაინც სტატისტიკა ამაზე მეტყველებს ეს არის უპილოტო საფრენი აპარატები, დრონებს შედარებით უფრო მარტივად უმკლავდებიან უკრაინელები. ამასთან დაკავშირებით მათ ძალიან დიდი გამოცდილება უკვე დაუგროვდათ და აქვთ შესაბამისი სისტემებიც, რომლებიც მუდმივად განიცდის განახლებას და დახვეწას. ამაზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ მეც გეტყვით თუ რა ეტაპზე არის ეს პროცესი და რა იგეგმება სამომავლოდ. ამაზე საინტერესო ცნობები გავრცელდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მრჩეველის მიერ, რომელზეც მოგახსენებთ. თუმცა ძირითად გამოწვევად რჩება მაინც დრონების გარდა ფრთოსან რაკეტებსაც მეტნაკლებად წარმატებით უმკლავდებიან, მაგრამ რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, ეს არის მთავარი გამოწვევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის მთლიანად და ამაზე გრძელდება მუშაობა მათ შორის უკრაინის პარტნიორების ჩართულობით. უკრაინას სურს რომ დამოუკიდებლად პარტნიორებთან ერთად შექმნას ეფექტური სისტემები. იმედია ახლო მომავალში გვექნება ამ კომპონენტშიც გაუმჯობესება და საინტერესო სიახლეები. მანამდე კიდევ ერთი კადრი ვნახოთ, სადაც ჩანს რუსული დრონის განადგურება და ესაც გასული 48 საათის განმავლობაშია გადაღებულია. ესე მუშაობს გადამჭერი დრონები. ძალიან ეფექტური კადრი გვაქვს. აქ რამდენიმე, სადაც ჩანს გერანორების ჩამოგდება. კი ბატონო, გავაგრძელოთ და დაუბრუნდეთ რიაზანს. ეს არის პირველი კადრები, ერთ-ერთი პირველი მასალა, რომელიც გავრცელდა გასულ ღამეს. როგორც თქვი, ეს არის დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მოსკოვიდან და ძალიან დიდი მოცულობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ასე იწოდა პირველი დარტყმის შემდეგ. აქ გვაქვს ფოტოს შემდეგ უკვე ვიდეო მასალაც. საკმაოდ შორი მანძილიდან გადაღებულია და ამ ვიდეო მასალაში ისმის ხმა დამატებითი აფეთქებების, რაც ნიშნავს, რომ ეს არ იყო ერთჯერადი დარტყმა, ის იყო სერია დარტყმების და საკმაოდ მასშტაბური ხანძარიც არის გამოწვეული. უკვე დილის მასალა გვაქვს შემდეგ, სადაც კიდევ უფრო შორიდან და ესეთი პანორამული ხედი ჩანს და ეს კადრი თავისთავად ამბობს ყველაფერს თუ რა მასშტაბის ზიანზე შეიძლება იყოს საბოლოოდ საუბარი. საკმაოდ დიდი არის დაკვამლიანება, როგორც ხედავთ. ცოტა ხანში მე თქვენ გაჩვენებთ ფოტომასალასაც, სადაც ჩანს, რომ ეგრეთ წოდებული ნავთობის წვიმა იყო რიაზანში, აი ამ ხანძრის შედეგად, ამ ნავთობის წვის მისი ჰაერში გაფრქვევის შედეგად, რამაც აი ესეთი სურათი შექმნა საბოლოოდ. დიდი ალბათობით ამ ხანძრის ჩაქრობა შეიძლება 2-3 დღის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, ასე ვთქვათ, ეს დრო დაჭირდეთ იმისთვის, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხონ. კიდევ ერთი ფოტო, აი ამ მასშტაბური დარტყმის ამსახველი და კიდევ ერთი ვიდეო მასალა, ესაც ვნახოთ. აქ სხვათა შორის ჩანს შენობაც, აი ეს საცხოვრებელი შენობა. აქ სიმბოლურია, რომ რუსეთის დროშის ფერებში არის ეს შენობა შეღებილი ფასადზე. და როგორც ნახეთ, აქ არის დაზიანება. ამის შესახებ იყო განსხვავებული ცნობები. თავდაპირველად გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის დროს დაზიანდა ეს შენობა. თავად რუსების მიერ გაშვებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების მოქმედების შედეგიაო, ასე გავრცელდა, თუმცა შემდეგ იყო დამატებითი ცნობები იმის შესახებ, რომ აქ მოხდა უკრაინული დრონი. ამის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ალბათ დაზუსტდება, იმიტომ რომ პრინციპში ძალიან ახალი ამბავი არის, რამდენიმე საათი არის სულ გასული, გავრცელდა რუსული წყაროების მიერ ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში დაფიქსირდა მსხვერპლიც, ამის სტატისტიკაც მოგვიანებით ალბათ დაზუსტდება. აი ეს კი არის ფოტომასალა, რომელიც აჩვენებს ნავთობის წვიმას, ეგრეთ წოდებულ ნავთობის წვიმას, პრინციპში ეგრეც გამოდის რაღა ეგრეთ წოდებულს, რაზეც მანამდე ვამბობდი. მთელი ამ დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე შესამჩნევია, როგორც ჩანს, აი ესეთი ამბავი და ახლა ვთქვათ, მოდით მოცულობაზე. რას ნიშნავს აი ამ ნავთობ ობიექტის დაზიანება და რა სიმძლავრეებზე მუშაობდა ეს
კომპლექსი. ეს არის ოფიციალური ცნობები, რაც ღია წყაროებში მოიძებნება ამ რიაზანის საწარმოსთან დაკავშირებით. აქ კი ვკითხულობთ, რომ მაგალითად 2024 წელს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ მთლიანი მოცულობის, ანუ რუსეთის ნავთობგადამუშავების 5% შეადგინა. და ეს გულისხმობს წელიწადში 13 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას, 2.2 მილიონი ტონა ბენზინის გადამუშავებას, 3.4 მილიონი ტონა დიზელი, 4.3 მილიონი ტონა სხვა ტიპის საწვავი და 1 მილიონი ტონა ეს არის უკვე საავიაციო საწვავი, რომელიც აქ გადამუშავდება. ეს არის 2024 წლის სტატისტიკა, თუმცა მანამდე წინა წლებში საუბარი არის იმაზე, რომ მთლიანი მოცულობა ამ საწარმოს მუშაობის დაახლოებით 16 მილიონ ტონას აჭარბებს, წლიურად, ასე ვთქვათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა, თუმცა ეს არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი ზიანი უშუალოდ ნავთობ სექტორზე. ჩვენ წინა კვირების განმავლობაში, ვიდრე ეს სამდღიანი ზავი გამოცხადდებოდა, ვხედავდით ინტენსიურ დარტყმებს. მათ შორის ტუაფსეს, რომელიც ფაქტობრივად სრულად განადგურდა, ტუაფსეს ნავთობ კომპლექსი, ასევე თავისი რეზერვუარების ჩათვლით, ასევე ვნახეთ ჩვენ პერმის ამბავიც, სადაც თითქმის ბოლომდე განადგურდა უზარმაზარი რეზერვუარები და ამაზე წინა ვიდეოებშიც გიყვებოდით და შეგიძლიათ, ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია, გადახედოთ ჩემ YouTube არხზე ამ მასალებსაც, ხო, და მოკლედ საუბარი არის იმაზე, რომ ეს პროცესი არათუ გაჩერდება, არათუ თქვათ, შესუსტდება პირიქით. ახლა მე მაქვს გახსნილი YouTube არხის გვერდი უკრაინელი ვლოგერის, რომელიც ამავდროულად არის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ეს არის სერგეი სტერნენკო. თავის მხრივ ბევრი საინტერესო საქმე აქვს ამ კაცს, არის ძალიან დიდი წვლილი შემტანი უკრაინელი სამხედროებისთვის დრონებით მომარაგებაში, მას აქვს ეს YouTube არხი, რომელზეც 2 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს, როგორც ხედავთ და მუდმივად ეწევა კამპანიას იმისთვის, რომ მოხდეს დონაცია, საზოგადოება ჩაერთოს ფულის შეგროვებაში იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს დრონების შესყიდვა. სწორედ აი ამ კამპანიის ფონზე, მისი აქტივიზმის ფონზე, როგორც ჩანს, საბოლოოდ სტერნენკო გახდა თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, სწორედ დრონების მიმართულებით და აი ამ ვიდეოში კონკრეტულად, რომელიც გუშინ გაავრცელა მან და გუშინ უსმენდი, სწორედ საუბრობს სამომავლო გეგმებზე. შესაბამისად, მას აქვს ინფორმაცია უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს გეგმებთან მიმართებით და ამიტომ ასაჯაროებს ამ ამბავს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ არის სარწმუნო მის მიერ გავრცელებული ცნობები. მოდით დავყოთ თუ რა თქვა ამ ვიდეოში მნიშვნელოვანი სტერნენკომ სამ ნაწილად. პირველ რიგში მან ისაუბრა თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა ისაუბრა საშუალო დისტანციაზე უკრაინული დრონებით დარტყმებზე და აი ამ პროცესის შემდგომ ფაზებზე და ისაუბრა ასევე ეგრეთ წოდებულ deep strike-ებზე, ანუ იმაზე, რაზეც მანამდე ჩვენ საუბრობდით, შორ დისტანციაზე, ხშირ შემთხვევაში 500, 1000, 1500 და 2000 კილომეტრის მანძილზეც კი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ჩვენ ვხედავთ დარტყმებს, რა იქნება მომავალში ამ მხრივ. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვას, სტერნენკო ასეთ რამეს ამბობს, რომ ინერგება ახალი პროგრამები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ერთმა ოპერატორმა უფრო მეტი სივრცე დაფაროს, ანუ როდესაც იქნება დრონებით თუ რაკეტებით შეტევები, თუ თქვათ მანამდე რაღაც შეზღუდულ ტერიტორიაზე მოქმედებდა ერთი კონკრეტული ოპერატორი, ეს პროგრამა მას შესაძლებლობას მისცემს, რომ თუნდაც იყოს კიევში, სადღაც ბაზაზე ან სადმე მიწისქვეშა ობიექტის ტერიტორიაზე და იქიდან აკონტროლოს აღმოსავლეთის მიმართულებით ან თუნდაც დასავლეთით ლვოვის მხარეს გარკვეული ზონები, სადაც იქნება საჰაერო სამიზნეები აღმოჩენილი და
ამ სამართავი პუნქტებიდან ძალიან დიდ ფართობზე მოახდინონ რეაგირება და შესაბამისად ამ გადამჭერი დრონების დისტანციურად გაშვება, რაც პროცესს ჯერ ერთი დროში უფრო მეტად აჩქარებს და უფრო მეტად ამხრივ ეფექტურს გახდის და ასევე ეს პროგრამული გაუმჯობესება თავისთავად ნიშნავს ადამიანური რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენებას, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლუსი არის. საერთო ჯამში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ასეთ რამეს ამბობს, რომ წლის ბოლომდე ეგრეთ წოდებული შაჰიდის ტიპის დრონების საფრთხე იქნება თითქმის სრულად გადაზღვეული და ეს თავისთავად არის ძალიან დიდი ამბავი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ასეულობით საჰაერო სამიზნეს უშუალოდ ამ შაჰიდის ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეში. გადავიდეთ ახლა უკვე შეტევითი პოტენციალის გაუმჯობესებაზე და რაც ამბობს ის შორი მოქმედების დარტყმები იქნება წლის ბოლომდე გაურმაგებული. ეს არის ასევე ძალიან სერიოზული განაცხადი. პრინციპში ამის საფუძველს ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ გადავხედავთ მიმდინარე წლის განმავლობაში არსებულ სტატისტიკას, გასულ წელთან შედარებით ეს სახეზეა, რომ უკვე გაზრდილი არის და ფაქტია, რომ უფრო მეტი სტრატეგიული ობიექტი იწვის რუსეთის ტერიტორიაზე გასული თვეების განმავლობაში, როგორც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე სხვა ტიპის საწარმოები, სამხედრო ობიექტები თუ ეკონომიკური ობიექტები და ეს ყველაფერი, როგორც სტერნენკო ირწმუნება, გაორმაგდება წლის ბოლომდე. შესაბამისად უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგივე სურათს, რასაც ვხედავთ დღეს რიაზანის ქარხნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე უფრო და უფრო ხშირად ვნახავთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს არის საბოლოოდ უკრაინელების მიზანი ამ ომში, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება, რომ მათ როგორღაც გამოფიტონ მოწინააღმდეგე, როგორღაც შეასუსტონ პუტინის ომის ბიუჯეტი, პირველ რიგში მათ ეკონომიკაზე დარტყმით. ამაზე ხშირად მისაუბრია და ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავი არის, სწორედ ამას ემსახურება ეგრეთ წოდებული უკრაინული სანქციები. სწორედ ასე უწოდებენ ამ შორტ დისტანციაზე დარტყმებს, რაც ძალიან ეფექტურად ფაქტია, რომ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ირანში მიმდინარე პროცესების ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუხსნა ნაწილობრივ სანქციები რუსეთს დროებით და მათ მიიღეს დამატებითი სარგებელი იგივე ფასების ზრდის ფონზე, ამის მიუხედავად ბალანსი მათ დადებითად მაინც ვერ შეცვალეს, სწორედ ბოლო პერიოდში განხორციელებული დარტყმების ფონზე, იგივე ტუაპსეს, იგივე პერმის და ამ შემთხვევაში რიაზანის ნავთობ ობიექტიც დაემატება ამ ჩამონათვალს. შესაბამისად, ეს სანქციები ფაქტია, რომ მუშაობს. მესამე კომპონენტი, რაზეც მინდოდა ამ შემთხვევაში ყურადღება გამომახვილებინა და რაზეც ისაუბრა ასევე სერჰი სტერნენკომ, ეხება საშუალო დისტანციაზე დარტყმებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის და პრინციპში განმაპირობებელი არის ასეთი ტიპის დარტყმები, სწორედ იმის, რომ ეფექტი მეტი იყოს შორტ დისტანციაზე დარტყმების შემთხვევაში. ანუ საუბარია აქ დაახლოებით 300 კილომეტრის რადიუსში, ან ცოტა ნაკლებში, ან ცოტა მეტში მიტანილი იერიშებზე, რომლის დროსაც ძირითად სამიზნეს წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის. ჩვენ ხედავთ ასევე ამ ტენდენციას და ამ ვიდეოშიც გაჩვენებთ ბოლო ამბებს ამასთან მიმართებით, რომ უკრაინელები მიზანმიმართულად ეტაპობრივად ანადგურებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ სარადარო სისტემებს და ასევე ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებს, რომელიც გამოიყენება უკრაინული დრონების თუ ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად და ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად და სტერნენკო ამბობს, რომ 10-ჯერ უფრო მეტი იქნება ასეთი დარტყმები მიმდინარე წლის ბოლომდე. ანუ თუ ეს პროგნოზი და პრინციპში ეს განაცხადი არა თუ პროგნოზი იმის გათვალისწინებით, რომ ის უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენს, გამართლდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ლოჯისტიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება, მათ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უფრო მეტად დაეტყობა ეს ეფექტი დარტყმების შედეგად და გარდა ამისა, საშუალო დისტანციაზე დარტყმები მნიშვნელოვნად დაარტყამს მათ მომარაგების ჯაჭვებს.
ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ტენდენციას, მაგალითად რუსი სამხედრო მიმომხილველები ძალიან ბევრს წუწუნებენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, პრინციპში 9 მაისს დაემთხვა ეგ ამბავი, რომ იგივე მარიუპოლის მახლობლად ერთ-ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის გზაზე გადაადგილების დროს დაიბომბა სამხედრო კოლონები და იქ განადგურდა სამხედრო ტექნიკა 100 კილომეტრის დაშორებით დაახლოებით ფრონტის არსებული ხაზიდან და ეს მათ სერიოზულ შეშფოთებას არც თუ ისე უსაფუძვლოდ იწვევს. თუ გავითვალისწინებთ აი ამ სიახლეებს, რომელიც გაჟღერდა წლის ბოლომდე უფრო მეტი პოტენციალი ექნება უკრაინას როგორც თავდაცვის მიმართულებით, საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვის, ასევე შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო ამბავი პუტინისთვის, რომელიც თავის მხრივ არ ეპუება რეალობას, ან მინიმუმ შეცდომაში არის შეყვანილი მისივე გენერლების მხრიდან, რომლებიც არწმუნებენ, რომ თითქოს ფრონტზე ყველაფერი რიგზეა და ამ ფონზე პუტინი ამბობს, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას ისინი დონბასის სრულად ხელში ჩაგდება შეძლებენ, რაც აბსოლუტურად არის რეალობას მოწყვეტილი და ამაზე მე არ ვსაუბრობ, ამაზე მათ შორის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის სულ ახალი დასკვნა არსებობს, რომელსაც ვიდეოს ბოლო ნაწილში აუცილებლად შევეხები. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი პირდაპირ ამბობს, რომ არათუ ახლო მომავალში ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული ტემპების გათვალისწინებით მოახერხებს თუ არა რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასის სრულად დაკავებას. კარგით, გავაგრძელოთ ჩვენ ვისაუბრეთ პროგნოზებზე, უпростоრად განაცხადზე, რომელიც აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თუ რა მოცულობის დარტყმებს მიაყენებენ ისინი მიმდინარე წლის განმავლობაში და წლის ბოლოსთვის და ვნახოთ რა ხდება უშუალოდ დღეს. ეს არის სულ ახალი ინფორმაცია. დღევანდელია 15 მაისის, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში სწორედ საშუალო დისტანციაზე განხორციელებული დარტყმების შედეგები არის აღწერილი და ძალიან მნიშვნელოვანი მონაგარი პრინციპში ამ მუსიკას გამორთავ და ნახოთ კადრები. აქ პირველ შემთხვევაში ვხედავთ დარტყმას ერთ-ერთ ავიაბაზაზე, სადაც განადგურებული არის ეს საფრენი აპარატი B200. ეს არის ამფიბიური ტიპის საფრენი აპარატი, რომელსაც ძირითადად იყენებენ ხანძრების, მასშტაბური ხანძრების დროს. მას შეუძლია დიდი მოცულობით წყლის აღება, ამფიბიური ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია დაჯდეს და ასევე აფრინდეს წყლის ზედაპირზე, შეავსოს იქ რეზერვუარი და შემდეგ დიდი მოცულობით წყალი გადაიტანოს. და გარდა ამისა, ცხადია, გამოიყენება მათ შორის სამხედრო პერსონალის გადასაყვანად, ტვირთების გადასაზიდად და ასე შემდეგ. მოკლედ, B200-ის განადგურება საკმაოდ ძვირად ღირებული დარტყმა არის რუსეთის ავიაციისთვის, თუმცა საფრენ აპარატებზე აქ უფრო მეტი ცნობებიც გვაქვს ამ შემთხვევაში და შემდეგი მასალა სწორედ ამას გულისხმობს. K27 ტიპის ვერტმფრენი არის განადგურებული ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული დარტყმის დროს და ეს კადრი ჩანდა. Tor M2 ესაც საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც მოქმედებაში იყო თუ ამ კადრით ვიმსჯელებთ და ასევე განადგურდა. Pantsir S1 ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის განადგურებაზეც ამ შემთხვევაში გვაცნობეს აი ამ კადრებით. აქ საზღვაო ინფრასტრუქტურაზე არის დარტყმა, როგორც ხედავთ, კიდევ ერთი. ეს არის ერთ-ერთი პორტის ტერმინალი, ესე ვთქვათ, მშრალი ტვირთების ჩასატვირთი ტერმინალი, ესაც როგორც აღმოჩნდა, არის იყო სამიზნეების ჩამონათვალში და მას დაარტყეს. ხო, ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ასეთებს ხედავთ ყოველდღე და ნახავთ ალბათ კიდევ მომდევნო პერიოდში. ეს ცოტა ძველი მასალა არის, თუმცა არც ისე რომ არ ღირდეს მასზე ყურადღების გამახვილება. 13 მაისის ვიდეო კადრები გვაქვს ამ შემთხვევაში და აქაც არის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებაზე საუბარი და შესაბამისი ვიდეო მასალა გვაქვს. ასევე არის რადარების
განადგურება ნაჩვენები ამ კონკრეტულ ვიდეოში, რომელიც ცოტა ჭედავს, მაგრამ აი გაიშვა. კი ბატონო, ნახოთ ეს კადრებიც. რა გვაქვს შემდეგ? ეს არის უკვე ფრონტის ხაზი და ჰულაეპოლეს მიმართულება უფრო კონკრეტულად ამ ინფორმაციაში ჩვენ ვეცნობით, რომ რუსეთის მომარაგების ხაზები და მათი ლოჯისტიკა გახდა უკრაინული დრონების სამიზნე. ნახოთ ეს მასალაც. ცოტა გადავახვიოთ. ეს უკვე დარტყმის მომენტი არის. ეს რა არის? ბუხანკა. კაბრიოლეტად იყო გადაკეთებული თუ მომეჩვენა? ხო, არა, არ მომეჩვენა, ეგრე იყო. საოცრებებს შვებიან მოკლედ. ავტოპარკიც კიდე ცალკე საკითხი არის. საოცარი მოდიფიკაციები აქვთ ხოლმე ჟიგულების, ვოლგების. ამ შემთხვევაში ბუხანკა იყო გადაჭრილი ძალიან საინტერესოდ, რომელიც ამ კადრების მიხედვით თუ იმშელებთ უკვე აღარ არსებობს. აქ კიდევ ერთი უაზი გვაქვს. უпростоრად გქონდა. ისაც ასევე არის განადგურებული და აქ რა გვაქვს? ესეც რაღაც სატვირთო, კი ბატონო, სატვირთო ავტომობილია, სადაც აი ამ კადრით თუ იმსჯელებთ, დატვირთული იყო, არ ვიცი, შესაძლოა საბრძოლო მასალით, შესაძლოა სხვა ტიპის ტვირთით, რომელიც იყო ფრონტზე გასაგზავნად მომარაგებისთვის განკუთვნილი. შემდეგი ვიდეო, აქ რა გვაქვს? ეს არის 14 მაისის მასალა და ფრონტის ერთ-ერთი სექტორი, სადაც საბრძოლო მასალების საწყობის განადგურება იქნება. ცოტა ხანში, რამდენიმე წამში თქვენ ნახავთ დიდ ფეიერვერკს ამ შემთხვევაშიც. აი ისიც. ცხადია რომ სადაც საბრძოლო მასალები ინახება და იქ ხდება აფეთქება, შემდეგ უკვე თავად ამ მასალის დეტონაცია იწყება ხოლმე და როგორც წესია ესეთ ფეიერვერკები შემდეგ უკვე სადაზვერო დრონებით გადაღებულ მასალებში ჩანს. აი ესეც ასე, შემდეგ რა გვაქვს? ხო, ესეც ძალიან საინტერესო მასალა, აქაც საბრძოლო მასალის განადგურებაა, თუმცა აქ ყველაზე საინტერესო არის სად არის განთავსებული ეს შეიარაღება. რაღაცა ესეთი სანიაღვრე სისტემის მილი მოძებნეს იმისთვის, რომ შეენახათ იარაღი, თუმცა ამ მიდგომამაც არ გაამართლა. აქაც მიაგნეს დრონის ოპერატორებმა და შემდეგ ეს ხდება უზარმაზარი აფეთქება იქ თუ შენიშნეთ ჭურვების, ხო, აი ეს არის ჭურვებიც და ამის დამატებით აფეთქების შედეგად არის ასეთი მუხტი გამოწვეული. გავაგრძელოთ, ესაც არის 71 კილომეტრის მოშორებით ფრონტის ხაზიდან. აქ ასეთი ინფორმაცია გვაქვს დატანილი, რუსეთის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა ნადგურდება საკმაოდ სიღრმეში. ხო, აი ეს არის ძალიან განსაზღვრელი ამბავი. თუ ამ დრომდე ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონა იყო დაახლოებით 20-30 კილომეტრი, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უკრაინელები ახერხებენ, რომ როგორც ხედავთ 70-100 კილომეტრის დაშორებით ფრონტის ხაზიდან დარტყმები მიაყენონ მათი მომარაგების, მოწინააღმდეგის მომარაგების ჯაჭვებს. ეს პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს ფრონტზე მომარაგების შეზღუდვას, როგორც შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე საკვების თუ არ ვიცი, სხვა საჭირო ტვირთების მიწოდების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს ფრონტის გამოფიტვას, ეს ნიშნავს იძულებას, რომ შემცირდეს შეტევითი პოტენციალი და ეს ნიშნავს იმას, რომ თანდათან უკან გადაიწიოს როგორც მომარაგების ხაზებმა, როგორც თავდაცვის სისტემებმა, ასევე მთლიანობაში მათმა დანაყოფებმა და ეს არის სწორედ მათი ამოცანაც.
პირველ რიგში შესუსტდეს შეტევითი პოტენციალი, რასაც პრინციპში ვხედავთ თუ გავითვალისწინებთ ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს და მათი შეტევების ტემპებს და მეორეს მხრივ კონტ შეტევების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს უფრო ეფექტური მუშაობა და მოუწიოთ უკან დახევა. იმის გათვალისწინებით, რომ პოზიციების გამაგრება სჭირდება გამართული ლოჯისტიკა, სჭირდება თავდაცვის სისტემები, სჭირდება მომარაგება. რაც ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მეთოდურად ნადგურდება. ეს ვიდეო მასალაც არის იმის დასტური თუ რას ნიშნავს საჰაერო დომინაცია უშუალოდ ფრონტის ხაზზე. მორიგი სიკვდილის გზა, დონეცკის რეგიონი, სიკვდილის გზა ასე უწოდებენ სწორედ იმ სექტორებს, სადაც რუსები ცდილობენ შეტევებს, მაგრამ დრონების სამიზნე ხდებიან ხოლმე საბოლოოდ. ამ შემთხვევაში ივან ფრანკოს ჯგუფი დრონების ოპერატორების დაჯგუფება არის საკმაოდ ცნობილი, რომლის მონაკარსაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებული სამიზნეების კოლაჟი არის და ერთ-ერთი ვიდეო კადრი, სადაც ფრონტის ხაზთან ახლოს მოწინააღმდეგის ჯავშან ტექნიკის გადაადგილება ჩანს. ეს სატვირთო ავტომობილი განადგურდა, როგორც ხედავთ, გარდა ამისა აქ არის სხვა სამიზნეებიც, რომელსაც დაარტყეს. საბრძოლო ტექნიკა, ცოცხალი ძალის განთავსების ადგილები. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული დანაყოფის განადგურებული სამიზნეებია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პერიოდულად ისინი აკეთებენ ესეთ კოლაჟებს და ცალკეული დანაყოფები ცალ-ცალკე ავრცელებენ შემდეგ უკვე მათ. არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც, რომ ერთი კონკრეტული დრონის ოპერატორი თავის უშუალოდ მის მიერ განადგურებულ სამიზნეების კოლაჟს აწყობს. ამის ფუფუნება აქვთ მათ, დრონები იძლევა შესანიშნავ გამოსახულებას და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი არქივდება. აკომპლექტებენ და ხან ყოველდღიურად, ხან კვირაში ერთხელ, ხან 3-4 დღეში ერთხელ აქვეყნებენ ამგვარ ვიდეო მასალებს. საბოლოო ჯამში ამით ითვლება კონკრეტული დანაყოფების რეიტინგები და ამ დადასტურებული ვიდეო მასალით დადასტურებული ფაქტებით ხდება სტატისტიკის შედგენაც. ყოველთვიური სტატისტიკის შედგენა მათ შორის, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აქვს გაცხადებული ამოცანა, რომ უნდა გაიზარდოს ყოველთვიურად 50,000 განეიტრალებულ მოწინააღმდეგემდე. ბოლო თვეების განმავლობაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ 30-დან 35,000-მდე მოწინააღმდეგეს ანეიტრალებენ, რაც იგულისხმება როგორც დაღუპულები, ასევე ბრძოლას გამოთიშულები, ისინი ვინც დაჭრეს და დააზიანეს, ასე ვთქვათ. და ასეთი ამბიციური გეგმა აქვს, რომ 50,000-მდე უნდა ავიდეს ეს ნიშნული. თუ გავითვალისწინებთ ტემპებს ამ დრონების წარმოების, ახალ-ახალი ბრჭყალებში სათამაშოების გამოგონების, უნდა ვთქვათ, რომ არც ისე არარეალისტურად გამოიყურება, თუ ეს ტენდენციები შენარჩუნდა და ყველაფერი ასე გაგრძელდა, როგორც მიდის. ინიციატივა აშკარად უკვე ცხადად ჩანს, რომ გადავიდა უკვე ბრძოლის ველზე უკრაინის მხარეს. ამაზე მეტყველებს როგორც სტატისტიკები, განადგურებული მოწინააღმდეგის, ასევე თავად ტერიტორიული მიღწევებიც კი, რაზეც ამ ვიდეოში ბოლოს მექნება საუბარი. წლის განმავლობაში დადებითი ბალანსი აქვს უკრაინას, უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაცია მოახერხეს მათ, ვიდრე მოწინააღმდეგემ მოახერხა ახალი ტერიტორიების ოკუპაცია. ამ შემთხვევაში თქვენ ადევნებთ კადრებს, რომელიც რუსული დანაყოფების მიერ არის გავრცელებული. ამ ვიდეო მასალაში ჩანს მათი დრონებით სახმელეთო უპილოტო აპარატების განადგურება. ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე ანადგურებენ აი ამ რობოტიზებულ სისტემებს, რომელიც ამ შემთხვევაში ძირითადად ლოჯისტიკისთვის გამოიყენება და ამ ვიდეოს აღწერაში ასეთი რამ იყო ნათქვამი, რომ წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობდეს ასეთი ტექნოლოგიები, რომელსაც სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, იმისთვის რომ ნაკლები რისკის ქვეშ დააყენონ სამხედროები, რამდენი უკრაინელი სამხედრო განადგურდებოდა თუნდაც აი ამ ერთი ვიდეოს განმავლობაში, რაც ჩანს, ხო, რამდენი ერთეული ესეთი უპილოტო აპარატი გაანადგურეს, ხო? თუმცა, ერთია რომ მათი ნაწილი ცხადია ზიანდება, მათი ნაწილი ნადგურდება, მაგრამ
მთლიანობაში ესეთი სახმელეთო მოწყობილობები, რომელსაც სადღაც სანგარში ან მიწისქვეშა ბაზაზე ჩამჯდარი დრონის ოპერატორი მართავს, გაცილებით უსაფრთხო არის უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის, მათი პერსონალისთვის. ხშირ შემთხვევაში ასეთ მოწყობილობებს იყენებენ მძიმე ტვირთების გადასატანად, ხშირ შემთხვევაში ევაკუაციის ოპერაციების დროსაც გამოიყენება, თუმცა ლოჯისტიკაში ასევე აქტიურად გამოიყენება საჰაერო დრონები, საჰაერო კომპონენტი, მათ შორის წინა ვიდეოში მე გაჩვენეთ ერთ-ერთი მასალა, სადაც ჩანდა რომ მაგალითად სიგარეტის კოლოფებს უყრიდნენ დრონებიდან, წყლის ბოთლებს უყრიდნენ ჯარისკაცებს და ასე შემდეგ. მოკლედ, დრონების ომის ეპოქაში ვართ. ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა რაღაც ინტერვიუს უსმენდი 2 დღის წინ ასეთი ფრაზაც ახსენა, რომ დღეს უკრაინა არის თანამედროვე ბრძოლის საშუალებების გამოგონების სილიკონის ველი. ასეთი შედარება გააკეთა და წესით ამერიკამ და დანარჩენმა მსოფლიომ ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს აი ამ პროცესიდან, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდებაო, ამით ყურადღებას ამახვილებს და იმაზე, რომ საჭირო არის ამ გამოცდილების უფრო მეტად ათვისება. სხვათა შორის, რადგან გამოცდილების ათვისება ვახსენე, უნდა გითხრათ კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დიდი განხილვის საგანი არის ბოლო დღეების განმავლობაში. ნატოს ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, ზუსტად აღარ მახსოვს და არ მინდა რომ შეცდომა დაუშვა, ჩატარდა მორიგი წვრთნები, სადაც სიმულაცია იყო, სადაც ერთ მხარეს იყო ნატოს ძალები, მეორე მხარეს იყო უკრაინის დრონების ოპერატორების დანაყოფები, ამ შემთხვევაში თავდამსხმელი ამ სიმულაციაში იყო სწორედ უკრაინის მხარე და სამჯერ ამ წვრთნების დროს მოუწიათ პროცესის გაჩერება, იმისთვის რომ ტაქტიკებისთვის გადაეხედათ, იმიტომ რომ აშკარა იყო უპირატესობა. უკრაინელებმა ამჯერზეც მასტერკლასი ჩაუტარეს ნატოელ პარტნიორებს და იქ ნათქვამი იყო, რომ ეს რომ ყოფილიყო რეალური საბრძოლო მოქმედებები, მათი დანაყოფები უბრალოდ იქნებოდა განადგურებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი წვრთნები ჩატარდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სრული შოკი მიიღეს ნატოელმა პარტნიორებმა უკრაინის იმის ფონზე, რაც მათ ნახეს რეალური საბრძოლო მოქმედებების სიმულაციის დროს. ხო, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს არის გადაჭარბებული შეფასებები, მაგრამ ფაქტია უბრალოდ და ეს არის და ეს არ არის ჩემი შეფასება, ამას ამბობენ სამხედრო პირები, რომლებიც უშუალოდ ამ პროცესებში მონაწილეობენ და ამას ამბობს ფაქტები, რომელიც ჩანს უშუალოდ ბრძოლის ველზე. ხო, ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალის დემონსტრირებისთვის პუტინმა გადაწყვიტა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ისევ. როგორც ჩანს, ისინი არც საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების სამიზნეში ამოღებას არ ერიდებიან. ეს კადრები გადაღებული არის ხერსონში, სადაც გაეროს ჰუმანიტარული მისია შევიდა და ეს ადამიანი ყვება იმის შესახებ, რომ გაფრთხილებული ყავდათ ორივე მხარე, როდესაც შედიოდნენ კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიეტანათ ჰუმანიტარული ტვირთი, გააფრთხილეს როგორც უკრაინელები, ასევე რუსები, მათ გადასცეს კოორდინატები და ყველა საჭირო პროტოკოლის დაცვით მოქმედებდნენ, მაგრამ მოხდა ის, რაც აი ამ კადრებში ჩანს. კოლონის გადაადგილების დროს აი აქ არის დრონი და აქ ხდება აფეთქება. ხო, ეს კაცი მაგას ყვება სწორედ რომ ყოველგვარი წესების დაცვით შევიდნენ, მაგრამ მოხდა აფეთქება, დაზიანდა მათი ავტომანქანა, მიუხედავად ამ დაზიანებისა მათ სვლა გააგრძელეს, დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, ეს ტვირთი ჩაიტანეს და სწორედ მაშინ, როდესაც ხდებოდა ამ პროდუქტების გადმოზიდვა, კიდევ განმეორებით განხორციელდა დრონით შეტევა. ხო, ცხადია, შეფასებით ნაწილში რას უნდა ამბობდეს, ხო? ამბობს იმას, რომ დაუშვებელი არის მსგავსი მოქმედება და ჰუმანიტარულ მისიებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ მშვიდობიან მოქალაქეებს და არ უნდა გახდეს სამიზნე არც მშვიდობიანი მოსახლეობა და არც თავად ჰუმანიტარული მისიები, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ასეთებიც ხდება ერთი სიტყვით. ეს კი არის უკვე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის
სტატია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელზეც დავაანონსე პრინციპში და გითხარით ის, რომ გადაჭარბებული არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით პუტინის ამბიცია იმის შესახებ, რომ ისინი მისი არმია შეძლებს დონეცკის ოლქის და მთლიანად დონბასის ხელში ჩაგდებას შემოდგომამდე პირდაპირ ამბობენ აქ, რომ ეს არის რაღაც არარეალური და აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი განაცხადი იმის გათვალისწინებით თუ რა ტემპებით მიმდინარეობს უშუალოდ შეტევა ფრონტის ხაზზე და ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასეთ პროგნოზს აკეთებს, რომ საერთოდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დონეცკის ოლქის ზოგადად ხელში ჩაგდება რუსეთის არმიის მხრიდან იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც მათ ახლა გააჩნიათ, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ სექტორებზე უკრაინის არმია ახორციელებს ტაქტიკურ კონტრშეტევებსაც და მათ არ აძლევს წინსვლის შესაძლებლობას, აი ამაზე არის ამ სტატიაში საუბარი, აქვე საინფორმაციო რუკაზე მონიშნული არის ის ზონები, სადაც აქტიურ წინააღმდეგობას უწევს უკრაინის თავდაცვის ძალები და აკავებს მოწინააღმდეგის წინსვლას. ამ სტატიასაც თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ და თავიდან ბოლომდე გაეცნოთ. მთავარი სათქმელი სწორედ ეგ არის, რომ აბსურდულად გამოიყურება ამოცანა, რომელსაც პუტინი თავის შეერაღებულ ძალებს უსახავს. გადავიდეთ ახლა უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ვიდრე დავასრულებთ ამ მიმოხილვას და აქ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, ერთ-ერთი ბოლო ცნობა ეხება იმას, რომ სწორედ ასეთი ერთ-ერთი ტაქტიკური კონტრშეტევის დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა აი აქ ხარკოვის ოლქში ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ეს ხდება კუპიანსკიდან ჩრდილოეთით, რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს. ეს არის 15 მაისის განახლება, წინა დღეს იყო 14-ში ასეთი მოცემულობა და დღეისათვის უკვე ეს ტერიტორია არის დეოკუპირებული. ეს პატარა წინსვლა მთლიანობაში აღმოსავლეთის ფრონტზე უპირატესობა მაინც ნელ ტემპში, მაგრამ მაინც აქვთ ძალიან დიდი ძალისხმევის და დანაკარგების ფონზე საოკუპაციო ჯარებს. ისინი ცდილობენ, რომ კონსტანტინივკას მიუახლოვდნენ, მაგრამ ძირითად ნაწილს ამ დასახლებული პუნქტის მაინც აკონტროლებს უკრაინის თავდაცვის ძალები. გადავხედოთ დროში ბოლო ცვლილებებს. წინა ვიდეოში აქ დაწვრილებით გაჩვენეთ ერთი თვის განმავლობაში რა შეიცვალა, ბოლო დღეებში კი არაფერი განსაკუთრებული პრინციპში მოუდნევ გაიზარდა აქ ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონსტანტინივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით ნაცრისფერი ზონა, რაც მეანიშნებს იმაზე, რომ დამატებით აქ მცირე ჯგუფების შეჟონვა მოხდა. ეს არის და ეს პრინციპში აქ უდნევ გავადიდებ სურათს და ვნახოთ სხვაგან თუ რამე შეიცვალა განსაკუთრებული. აქ უფრო სამხრეთით ვხედავ ჯგუფების გადაადგილებას. არაფერი განსაკუთრებული. დაახლოებით იგივე სურათი არის, რაც იყო იმ დროს, რაც აღწერე წინა ვიდეოში. მოკლედ ფრონტის ხაზზე არაფერი განსაკუთრებული ცვლილებები არ გვაქვს, ფაქტობრივად არ იწვრის თუ არ ჩავთვლით ძალიან მინიმალურ რაღაცა ცვლილებებს, რაც არის ბოლო 1 თვის ან თუნდაც 2 თვის განმავლობაში, ეს საერთო სურათს არ ცვლის და აი ამ ფონზე თანდათან უფრო აქტიური ხდება საუბარი იმის შესახებ, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ დიდი ალბათობით თუ პუტინს შედეგის დადება სურს, მათ შორის იმ ამბიციური განაცხადის გათვალისწინებით, რაც ვისაუბრე, რომ შემოდგომას თურმე დონეცკის სრულად ხელში ჩაგდება უნდა, მას მოუწევს მობილიზაციის გამოცხადება. განადგურებულ და გაწეულ რუს სამხედროებს შორის დისბალანსი უკვე სახეზეა, ისინი ვერ ახერხებენ მოხიბლონ საკუთარი მოქალაქეები კონტრაქტის პირობებით, სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება სამხედრო კონტრაქტების გაფორმება და ამ ყველაფერს ემთხვევა ისიც, რომ რუსეთში სულ უფრო და უფრო იზღუდება სოციალური ქსელები, ინტერნეტზე წვდომა. აი ამ ყველაფერს მთლიანობაში უკავშირებენ სწორედ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა გეგმავდეს
სავარაუდოდ შემოდგომას ახალი მობილიზაციის გამოცხადებას მას დაჭირდება დამატებით ცოცხალი ძალის მობილიზება, თუმცა ეს თავისთავად შეიცავს დამატებით პოლიტიკურ რისკებს, იმიტომ რომ ამას შესაძლოა მოყვეს საზოგადოების წინააღმდეგობა. რაც არ უნდა შეუსყიდო ადამიანს ინტერნეტზე წვდომა, პირდაპირი კომუნიკაცია მაინც არსებობს, ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან. სულ უფრო და უფრო მეტი უпроსორად რუსეთის მოქალაქე სამხედრო მოსამსახურე, ვინც მიდის ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად კონტრაქტით, იღუპება და ეს ძალიან კარგად ჩანს. პირველ რიგში უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მომრავლდა და გაფართოვდა სასაფლაოები და ამას არ ჭირდება ტელევიზიიდან ვინმეს კარნახი, როდესაც ადამიანები უბრალოდ საკუთარი თვალით ხედავენ თუ რა ხდება. უკმაყოფილება იზრდება, კითხვის ნიშნები მატულობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 9 მაისმა არც ისე პომპეზურად ჩაიარა მოსკოვში, მათ ვერ შეძლეს მიუხედავად სამდღიანი ზავის გამოცხადებისა ტექნიკის გამოყვანა, დრონების შიშით, ხედავთ რა ხდება სხვადასხვა ოლქებში, სხვადასხვა ქალაქებში, სულ უფრო და უფრო მეტი იერში, სულ უფრო და უფრო მეტი ხანძარი, ბევრი დრონი ჰაერში და ეს ყველაფერი მთლიანობაში მუშაობს. ვნახოთ, მოკლედ, იქნება თუ არა მობილიზაციის ახალი ტალღა, ეს გარკვეულ რისკებთან არის მაინც საბოლოო ჯამში დაკავშირებული, როგორც უკვე აგიხსენით და დღეისათვის ბოლო ინფორმაცია პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ, როგორც მოგეხსენებათ, იყო საუბარი ამ სამდღიანი ზავის დროს ტყვეთა გაცვლაზე. მოკლედ, ტრამპის ზარის შემდეგ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ 3 დღით შეაჩერებდნენ შორი მოქმედების დარტყმებს. ეს იყო რუსეთისთვის და პუტინისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი, იმიტომ რომ ჩაეტარებინა აღლუმი ასე თუ ისე იმ ფორმით, როგორც ჩაატარა. თუმცა სანაცვლოდ რამე უნდა მიიღო ცხადია უკრაინასაც. როგორც ჩანს, აქ წამოიწია ტყვეთა გაცვლის საკითხმა და დაიდო ასეთი შეთანხმება, რომ 1000-ზე მოხდებოდა დატყვევებული სამხედროების გაცვლა. გასული დღეების განმავლობაში ამ მხრივ იყო გარკვეული ბუნდოვანება, ასე ვთქვათ, არაფერი არ ისმოდა და ის სულ ცოტა ხნის წინ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია არის, შესაბამისი ფოტომასალაც, რომ 205 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა სახლში. და მათი ნაწილი 2022 წლის შემდეგ იმყოფებოდა ტყვეობაში, ხედავთ ემოციურ ფოტომასალას. სამხედროები, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ, ასე გამოხატავენ საკუთარ რეაქციას. აქვე ეს არის ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული და ნათქვამია, რომ ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ეტაპი აი ამ ტყვეთა გაცვლის კონკრეტული გადაწყვეტილების და შეთანხმების ფარგლებში. ცხადია, ეს არის პოზიტიური სიგნალი და უნდა ვიმედოვნოთ, რომ შეთანხმება საბოლოოდ შესრულდება და 205-ის შემდეგ დანარჩენი სამხედროების გაცვლაც მოხდება. 1000-ზე არის შეთანხმება კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ. მოკლედ, სულ ეს არის, რაც მინდოდა დღევანდელ ეპიზოდში მეთქვა, ვიდრე დაგემშვიდობებით. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ. ეს მე დამეხმარება არხის განვითარებაში, გავზარდოთ აუდიტორია, შემოვერთდით გამომწერებს, ჩართეთ ზარის მონიშნა, რაც შესაძლებელს გახდის, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ვიდეოს ავტვირთავ, მოგივიდეთ შეტყობინება. დაალაიქეთ ვიდეო თუ ამ დრომდე უყურებდით და თქვენთვის საინტერესო იყო, გამოხატეთ მოსაზრებები და თუ გნებავთ პროგნოზებიც კომენტარების ველში. ხო, ბოლოს კიდევ ერთი, რაც უნდა გითხრათ, თუ მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, ჩაერთეთ დონაციაში. ყველა შესაბამისი მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში, როგორც ანგარიშის ნომერი, ასევე PayPal-ის ლინკი, ასევე Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ გახდეთ სპონსორები, 5, 10 ან $15 შემოთავაზებები არის, ასე ვთქვათ, და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აერჩიოთ, თუ ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, გსურთ და თუ გგონიათ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯიუტად ვაგრძელებ ამ კონტენტის შექმნას და თქვენს ინფორმირებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, იმედია დაგიბრუნდებით მალე. ნახვამდის.